მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას 51 ნომრიდან. სამკუთხედის კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1-5-6. პრინციპში აქ მიგირჩევთ მაინც დათვალოთ უცებ სამკუთხედის ეს კუთხეები, რა იქნებოდა პირობითად აქა x + 5x + 6x უდრის 180 გრადუს, ეგ არის 12x უდრის 180, x-ი გამოდის 15 გრადუსი, ანუ ჩვენ გვაქვს სამკუთხედი, რომლის კუთხეები არის 15 გრადუსი, 1/5 75 გრადუსი და 6/15 90 გრადუსი. მართკუთხა სამკუთხედი გქონია რა. მოდი დავხატოთ ახლა ჩვენ მართკუთხა სამკუთხედი, ერთი საკმაოდ პატარა გვერდი გამოდის, აი ეს იქნება ჩვენი ნახაზის მიხედვით ახლა 15 გრადუსი, ესეც აქ 75 გრადუსი. უდიდესი გვერდის სიგრძე არის 6. რა თქმა უნდა, მართი კუთხის უდიდესი გვერდი, მართი კუთხის წინ იქნება უდიდესი გვერდი, იპოვეთ სამკუთხედის უდიდეს გვერდზე დაშვებული სიმაღლე. ვითხოვენ აგერ ამ სიმაღლეს. ესეთი უნდა დავთვალოთ სიმაღლე. ნუ როგორ შეიძლება ახლა ამ სიმაღლის დათვლა? შეგვიძლია კათეტები გამოვსახოთ და ჰიპოტენუზას დაშვებული სიმაღლის ფორმულა დავწეროთ. კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ნუ ეგ მომივიდა პირველ რიგში ახლა აზრად. შეგვიძლია დავთვალოთ ეს სიტყვაზე ვთქვათ x-ი დავნიშნოთ ეს x - x იყოს ამ პატარა სამკუთხედიდან გამოვსახოთ ვთქვათ a-ში დახმარებით x-ი ეს y იყოს ეს გამოვსახოთ ისევ a-ში დახმარებით და 15 გრადუსის დახმარებით და შემდეგ დავკრივოთ და გავუტოლოთ x. ეგ მომივიდა აზრად. ნუ სხვადასხვანაირად შეიძლება გავაკეთოთ რა. მოდი ახლა მეორე მეთოდიც მომწონს, მაგრამ მოდი პირველ გზას გავყვეთ, ანუ გამოვსახოთ კათეტები ჩვენ, აი მაგალითად 15 გრადუსის დახმარებით და ეს 6-ია, ხო? მოდი ამას a დავარქვათ, ამას b დავარქვათ. ამ შემთხვევაში მოგვიწევს სინუსის გამოყენება, ხო? სინუს 15 გრადუსი ტოლი არის a შეფარდებული x-თან და აქედან ცხადია a გამოვა 6-ჯერ სინუს 15 გრადუსი, ხო? შესაბამისად, კოსინუს 15 გრადუსს გამოვიყენებდით და ეს იქნებოდა b შეფარდებული 6-თან, ცხადია აქედან b იქნება 6-ჯერ კოსინუს 15 გრადუსი. და საბოლოო ფორმულა რა გამოვიდოდა? a-ში იქნება a-ჯერ b შეფარდებული 6-თან. ახლა აქ 15 გრადუსია, ხო? ერთგვარი პრობლემატური, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ ნავარჯიშები ალგებრული თვალსაზრისით, ტრიგონომეტრიული ფუნქციები, მათი გარდაქმნები, მაშინ პრობლემა აღარ იქნება, გაგახსენდებათ, რომ სინუს 15 გრადუსი შეგიძლიათ წარმოადგინოთ ორი კუთხის სხვაობის სახით, ესაა 45 - 30 გრადუსი, რომელთაგან ორივეზე იცით თქვენ ტრიგონომეტრიული ფუნქციები, ძირითად კუთხეებს წარმოადგენენ ესენი. ნუ გავყოთ ასე, დავაწევოთ, ესაა სინუსის და კოსინუსის ნამრავლი გამოკლებული პირიქით, მეორე კუთხის სინუსისა და კოსინუსის ნამრავლი. შევიტანოთ მნიშვნელობები, სხვათა შორის ამ ფორმულებს კარგი დამტკიცება საინტერესო. თუმცა ალბათ გამოცდისთვის ნაკლებად გამოსადეგი. აქ იქნება 1/2 ჯერ f2 მეორედი და ნუ ვიღებთ, რომ f2 ჯერ f3, აი ესაა f6, f2 და რადგან ორივეს მნიშვნელად ორივე საკითხს და მაგლებსაც 4 ქონდა, ნუ ბარემ გავაერთმნიშვნელიანეთ. შეგვიძლია აქვე დავთვალოთ კოსინუს 15 გრადუსი, წაიღოთ მივართვლიხსა. კოსინუს 15 გრადუსიც ანალოგიურად შეგვიძლია გამოვსახოთ, ან შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და
ერთს გამოვაკლოთ ამის კვადრატი და ამოვფესოთ, ну ძირითადი ტრიგონომეტრიული გივება გამოვიყენოთ, მაგრამ რატოღაც ახლა ეს უფრო სიმპათიურება, უფრო მარტივი გამოსახული მგონია, 45 გრადუს გამოკლებული 30 და კოსინუსის არგუმენტის გაშლის ფორმულები მითხრა განსხვავდება სინუსისაგან, რომ აქ თუ სინუსი შერეულად მოქმედებს კოსინუსთან, აქ პირიქით კოსინუსები ერთად არის და აქ პირიქით არ კიდევ თუ გამოკლება დამატება იქნება, სინუსები ერთად არის დაწყვილებული და ისე შესრულდება არგუმენტის გაშლა. ნუ აქ ისე იგივეა კოსინუსი 45 გრადუსზე ფესვი 2 მეორედია, 30 გრადუსზე ფესვი 3 მეორედია, ანუ ფესვი 6 მეოთხედი იქნებოდა. აქ არის 1 მეორედი ფესვი 2 მეორედი, ანუ ფესვი 2 იქნებოდა და დაიკრიბებოდა გამოდის ეგ. ну შესაბამისად ახლა ჩვენ 100 რომ დავთვლით არა გამოდის, ჩავსვათ, ესა 6 ჯერ ფესვი 2 მინუს ფესვი 6 მინუს ფესვი 2 მეოთხედი და მე იქნებოდა 6 ჯერ ფესვი 6 პლუს ფესვი 2 მეოთხედი. მაშინ რა გამოდის ახლა A-ში, ну შეგვიძლია შევიტანოთ ეს მნიშვნელობები, შეგვიძლია შევკვეცოთ აქ 3 ესეც ანალოგიურად და ანუ ასმაგივრად ასე შევიტანდით 3 ჯერ ფესვი 6 მინუს ფესვი 2 მეორედი გამრავლებული ესმაგივრად ისევ 3 ჯერ ოღონდ ფესვი 6 მინუს პლუს ფესვი 2 მეორედი და ქვემოთ 6 არის. 1-3 არის 6 შევხვეცოთ და ნახეთ აი ეს ხო შეუღლებულების დამრავლია, ეს იქნებოდა ფესვი 6-ის კვადრატს მინუს ფესვი 2-ის კვადრატი, ეგ არის 6 მინუს 2 4 და მათი დამრავლი ასე შეკვეცდა 2 მეორიანს, რაც ქვემოთ არის, ხო? და ნიშნულების დამრავლი რიცხვში 4-ის ტოლია. და აღჩებოდა 3 მეორედის ტოლი. ახლა სტანდარტული რაღაც მექანიკური შეცდომა არ დაგვიშვია, წესით ასეთი ამოხსნა გვექნებოდა. ისე ხო გამოვთვალოთ მეორენაირად აქ რომელი უფრო სწრაფია. მაგრამ მეორე მიდგომა რაც გითხარით, ანუ გამოსახვა, მაგალითად ეს მონაკვეთის და ეს მონაკვეთის გამოსახოთ R-ის საშუალებით დაახლოებით მსგავსი რა ჩვენ განაკეთებით. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა 52 მართკუთხა სამკუთხედში, რომლის ერთ-ერთი კუთხეა 30 გრადუსი, ჰიპოტენუზის შუა წერტილიდან აღმართულია მისდამი მართვი. ჰიპოტენუზისადმი არის აღმართული მართვი. ანუ მოდი დავხატოთ ახლა ჩვენ ასე დავხატოთ, ჰიპოტენუზით დავარწმინოთ ეს მართკუთხა სამკუთხედი. დაახლოებით აქ იქნება ჰიპოტენუზა და ავმართოთ მართვი. ჰიპოტენუზის შუა წერტილი. ხო, ასე ავმართეთ მართვი. ასე ვქნათ. შუა წერტილი რომ იყო ვაჩვენოთ. და 30 გრადუსიანი რომ იყო, ხო? რა თქმა უნდა, დიდ კათედს გადაკვეთს და დიდ კათედს თუ გადაკვეთს, ცხადია, ნუ პრინციპში ცხადია რა. ხო, ის მეზო 30 გრადუსიანი კუთხის მეზობელი იქნებოდა 60 გრადუსიანის მოპირდაპირ არის უდიდესი კათედი, ხო? ეს მარტი კუთხეა. რა სითხოვე ნახლა. იპოვეთ ამ მართობის სამკუთხედის შიგნით მოქცეული მონაკვეთის სიგრძე. ამას ითხოვე რა თვითონ აი ამ მონაკვეთს აქ რაცა. თუ დიდი კათედის სიგრძე არის A. კარგი ბატონო, ეს არის A. თუ აქაც პირველ რიგში ახლა წინა ვიდეოშიც ქონდა საუბარი, ახალი ცოდნა ძველს არ აუქმებს და ნუ არის რაღაც პრიორიტეტები ახალ ცოდნასთან ცოდნის შემოსვლას საერთოდ არ იცვლება და ჩემი აზრით გეომეტრიულ ამოცანებში მithumetes სამკუთხედებზე ეს პრიორიტეტი არის მსგავსების დანახვა პირველ რიგში. ახლა პატარა მართკუთხა სამკუთხედი, აი ეს მართკუთხა სამკუთხედი და დიდი მართკუთხა სამკუთხედი რომ მსგავსია, ალბათ ამაზე ახლა არ ვიკამათებთ, ხო? და ეგ ერთი დეტალი.
მეორე მე რაც გირჩიეთ მანამდე ეს იყო რომ თქვენ 30 გრადუსიან კუთხეას მართკუთხა სამკუთხედში მხოლოდ ის კი არ დაინახოთ რომ მისი მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარი არამედ ისიც გახსოვდეთ რომ დიდი კათეტი ფესვის სამჯერ დიდია პატარა კათეტზე. ანუ გამოდის რომ ეს კათეტი იქნებოდა A შეფარდებული ფესვის სამთან, ანუ პატარა კათეტი შესაბამისად ფესვის სამჯერ ნაკლები გამოდის დიდ კათედზე, ხო? იჩეთ რა ეს ზეპირად გახსოვდეთ. მართკუთხა სამკუთხედში, თუ ერთი კუთხე არის 30 გრადუსიანი, კი ბატონო, ეს არის 2-ია, მაგრამ ეს არის A ფესვის 3. უბრალოდ ახლა 52 ამოცანის შემთხვევაში დიდი კათედი იყო ასტოლი, ამიტომ მცირე კათედი იქნებოდა A შეფარდებული ფესვის 3. შესაბამისად, ახლა მცირე კათეტი თუ ვიცით, 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტი დიდ მართკუთხა სამკუთხედში, ხო? ჰიპოტენუზად ცოდნი ეს ორჯერ დიდი იქნებოდა აი ამაზე. ანუ ეს არის 2A ფესვის 3. რა თქმა უნდა, მე მისი ნახევარი იქნებოდა A შეფარდებული ფესვის 3. რა და რაღა უნდა ავდგეთ ახლა და ამ პატარა სამკუთხედიდან დავწეროთ x-ი რადგან კათეტია 30-ის მოპირდაპირე, ტანგენს 30 დავწეროთ. ახლა რატო ტანგენსი სინუსი კოსინუსია? და იმიტომ რომ ერთ კათეტზე ინფორმირებული ხარ, მეორე კათეტს გეკითხებიან. და თან საძიებელი კათეტის მოპირდაპირე კუთხე იცით. რა თქმა უნდა, ტანგენსი არის გამოსაყენებელი. ეგ იქნებოდა x-ი შეფარდებული A ფესვის 3-თან. გადავიდათ ამას გამრავლებით ტანგენს 30 გრადუსზე ჩვენ ვიცით ეს არის 1 შეფარდებული ფესვის 3-თან, გამრავლდებოდა ეს A ფესვის 3-ზე და შესაბამისად x-ი გამოვიდოდა მესამედის ტოლი. ну მგონია რომ საკმაოდ სულუქი კარგი ამოხსნა მოვიფიქრეთ ამ. მოდი ახლა 53-ე ვნახოთ ახლა რა რესურს 53 საკმაოდ საინტერესო ამოცანა. კაი. მოდი ავხატოთ ეს ცალკე. 53 ავიღოთ აქ კვადრატი, მოდი ასე. ავიღოთ კვადრატი, მოვნიშნოთ წერტილები და პირობის მიხედვით ავიღოთ გვერდებზე მოცემული წერტილები. ნახეთ როგორ წერია ახლა აქ მეგობრებო NA უდრის ეს მონაკვეთი უდრის MN-ის ნახევარს. MN-ისა და MN ეს არის? ანუ ფაქტობრივად რადგანაც ეს კვადრატი იყო მოცემული, NA NP-ს ნახევარიც იქნებოდა. ანუ NA შუა წერტილი ყოფილი. აი აქ NA ეს ამის ტოლი იქნება. წერტილი მოუწიათ. და რაც შეეხება ახლა B წერტილს, ხო, აი PQ გვერდზე 1/3 MN-ის ტოლი, ანუ მთელი გვერდის მესამედის ტოლი გამოდის, ხო? და ახლა ვიცი, იქნებოდა თვალით, აგერ იქნებოდა ახლა ეს B. პრინციპში გვერდები არ არის მოცემული და ჩვენ შემოვიტანოთ. ხო, აი თუ ჩვენ დავარქვევდით ფლეათ ამას A გვერდს, ასე კვადრატია, ხო? ცხადია ეს 1/2 A იქნებოდა და ეს იქნებოდა 1/3 A. შევაერთოთ ახლა აქ როგორც არის გავლებული A-სთან B-სთან და რას ითხოვენ? ამ კუთხეზე AMB კუთხე, ხო? AMB. აი ამ კუთხის დათვლას ითხოვენ რა. ახლა გონია რომ აქ ალბათ ახლა შეიძლება ეს შევკრათ ჩვენ, ვთქვათ, ანუ იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ადრე დათქმა გაკეთებული რომ საერთოდ რაიმე კუთხეს რომ გთხოვენ, უპრიანია რომ თქვენ იმ ფიგურას მიმართოთ რომელშიც ეს კუთხე თუ გვერდი რასაც გეკითხებია მონაწილეობს. და ახლა ეს კუთხე მონაწილეობს MAPB 4 კუთხეში. კი, ერთი მარტი კუთხეა, მეტი არაფერი არ იცით აქ თქვენ.
ანუ როგორ არის იცით, მაგრამ არ არის მოსახერხებელი ოთხკუთხედი, ახლა ტრაპეციას არ გავს, პარალელოგრამი არა და მის რაიმე კერძო შემთხვევა და ამიტომ უფრო უპირიანი იქნებოდა თქვენ გაგებლოთ ეს ხაზი. აი ამ ნომერ პირველი მართკუთხა სამკუთხედიდან, სადაც იცოდი ჩვენ გვერდები ეს 1/2 აიყო და ეს 2/3 აიყო, რა თქმა უნდა პითაგორის თეორემით ამ გვერდს იპოვიდი. ანალოგიურად მეორე სამკუთხედიდან ამ გვერდს იპოვიდი, მესამე სამკუთხედიდან ამ გვერდს იპოვიდი და მე დაწერდი კოსინუს ალფას დასათვალ ფორმულას, რომელიც არის პირდაპირი შედეგი კოსინუსების თეორემის, ხო? ნუ m-ს კვადრატს დამატებული ამ გვერდის კვადრატს, m-ს კვადრატი, გამოკლებული ab-ს კვადრატი და შეფარდებული 2m-a-ჯერ m-ს-თან. ნუ კოსინუსების თეორემა უნიკალურია და მისი ყველა გამოვლინება, მისი ყველა შედეგი ძალიან მაგარი ცოდნაა. მაგრამ ახლა რიგ შემთხვევებში არსებობს უფრო ვერ ვიტყვი ძალიან კრეატიული რაღაც ისეთი მახვილგონივრული გზა, მაგრამ შედარებით რთულად დასანახი, თუმცა შედეგამდე მარტივად მისვლადი რა. მე არ გირჩევთ ახლა თქვენ მსგავსი ამოცანაში ესეთი მეთოდი გამოიყენოთ, მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ ახლა სად ვარგა, სად ღირს გავსი ნაბიჯის გადადგმა დაწყება, სად არ ღირს. რა თქმა უნდა, გამოცდილება დაგეხმარება თამაში და უბრალოდ დააკვირდით როგორც ერთის ამოცანა გავაკეთეთ, ნომერი აღარ მახსოვს რომელი იყო 53 თუ იყო ერთი წუთი ავსქროთ, მოდი ვნახოთ. აი ეს ამოცანა 45 რომ გავაკეთეთ, ხო? როგორ გავაკეთეთ ჩვენ, როგორ ვიპოვეთ ამ კუთხის ტანგენსი აქ, ხო? ვიპოვეთ პატარა კუთხის ტანგენსი, რის განარჩევდებოდა ეს კუთხე 1, მეორე და გამოვიყენეთ ტანგენს ალფა პლუს ბეტა. და რატომღაც ამ ამოცანას რომ შევხედე ახლა 53-ს, პირველ რიგში სწორედ ეს გამახსენდა. აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ ამას ალფა რომ დავარქვათ, ამას ბეტა რომ დავარქვათ და მე დავწერო ამ პირველი სამკუთხედიდან ამ კუთხის ტანგენსი, მეორე სამკუთხედიდან დავწერო ამ კუთხის ტანგენსი იდეაში და ეს კუთხე გამოვსახო ამ ორი კუთხის სხვაობის სახით. ყველაფერი ვიცით. უბრალოდ გვჭირდება ფაქტობრივად ჩვენ ტანგენსის არგუმენტის გაშლის ფორმულები, სხვაობით თუ ჯამით. აი, სად უნდა როგორ შეიძლება ახლა ცოტა რთულია, მაგრამ როცა მიეჩვევით ასოციაციურ აზროვნებას, ხო, დაუგეგმავათაც შეძლებთ ხოლმე სხვადასხვა სტილის შემთხვევაში საჭირო მეთოდის მიგნებას. გარკვეული ასოციაციები განვითარდება თავისითაც ავტომატურად. სამწუხაროდ მეტი კონკრეტული რჩევა ახლა არ მაქვს, როგორ უნდა მივთარიღავთ, რომ ეს მეთოდი აჯობებდა. უბრალოდ პირველ ნაბიჯები გადავდოთ. ანუ გეგმა რა არის? მე კუთხე, საძიებელი კუთხე AMB მინდა ვიპოვო, ხო? მაგრამ ეგ რა გამოდის ფაქტობრივად? გამოდის, რომ 90 გრადუს გამოვაკლოთ ჩვენ A პლუს B-ს ჯამ. ალფა პლუს ბეტას ჯამ. მაგრამ ახლა ალფა და ბეტა ცალკე არ ვიცი. თუმცა საშუალება გვაქვს ტრიგონომეტრიული ცოდნა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. რადგანაც აქ კათეტებზე ვართ ინფორმირებული და ჰიპოტენუზაზე არ ვართ, ამისთვის ჩვენ ავირჩიოთ რომელი ტრიგონომეტრიული ფუნქცია ტანგენსი, რომელშიც არის კათეტები აქტიურად წარმოდგენილი, ხო? ანუ მე რომ დამეთვალა ტანგენს, გამომესახა უпростоრად AMB-ს, ეგ იქნებოდა იგივე ტანგენს 90 მინუს ალფა პლუს ბეტა გამოვიყენებინა და ეს არის იგივე დაყვანის ფორმულა, მეგობრებო. მართალია კოტანგენსი ახლა არ შედის ჩვენ სასწავლო კურსში, მისი გამოყენება, მაგრამ არ მიგვიშლის ახლა ასე ინფორმაციის შეგროვებას ვიცოდეთ ზოგადად რა არის და ამ 90 გრადუსი, როდესაც მონაწილეობს დაყვანაში, სინუსი კოსინუსად გარდაიქმნება, კოსინუსი სინუსად, ტანგენსი კოტანგენსად, კოტანგენსი ტანგენსად და ეგ იქნებოდა იგივე კოტანგენს ალფა პლუს ბეტასი. ანუ ეგ სხვა არაფერი არ ჭირდება თქვენ აქ კოტანგენსი რაღაც დამატებითი ფორმულების ცოდნა გარდა იმისა, რომ ის არის ტანგენსის შებრუნებული. ანუ ეს იქნებოდა ტანგენს ალფა პლუს ბეტასი. ერთი შეფარდებული ტანგენს ალფა პლუს ბეტასთან. თუ გავიხსენეთ, რომ ტანგენს ალფა პლუს ბეტა ალფას და ბეტას ტრიგონომეტრიულ ფუნქციებად აი ასე გაიშლება,
ამ არგუმენტების ტანგენსების ჯამი ეფარდება ასეთ სხვაობას, აი ასე. თუ მაშინ რთული მისახვედრი არ არის, ეგ რა იქნებოდა ამის გაგრძელება? ამოტრიალდებოდა, ხო, პირიქით 1 მინუს ტანგენს ალფა ჯერ ტანგენს ბეტა შეფარდებული ტანგენს ალფას პლუს ტანგენს ბეტა. და რა არის პირველი სამკუთხედიდან ტანგენს ალფა? ეს არის ალფას მოპირდაპირე კათეტი 1/2 შეფარდებული მიმდებარე კათეტთან A-სთან, ანუ ეგ არის 1/2. რა არის მეორე სამკუთხედიდან ტანგენს ბეტა? აქაც ეს არის 1/13 შეფარდებული A-სთან, ხო, ბეტას მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ანუ 1/13. მაშინ მოდი ავდგეთ ახლა და ჩავსვათ ეს მნიშვნელობები, ანუ 1 აკლდება 1/2 ჯერ 1/13 ასე და ეს ეფარდება 1/2 პლუს 1/13. რა გამოდის ესა 1 გამოკლებული 1/6 5/6-ია, აქაც თუ დავკრებთ თქვენ ამას გაერთმშველიანი 5/6-ია, ანუ მათი შეფარდება გამოდის 1. ესე იგი საბოლოოდ რა მივიღეთ? აი, მივიღეთ რომ საძიებელი კუთხის ტანგენსი ეს არის 1 სტოლი. ტანგენსი ახლა დადებითი არის პირველ მეოთხედში, ხო? ანუ ეს ვერაფრით ვერ იქნებოდა, ანუ ისედაც 90 გრადუსზე ნაკლებია და ახლა ბლაგვი კუთხე ვერ იქნებოდა, აი აქ არის და ამ მეოთხედში 1 სტოლი ტანგენსი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ხდება 45 გრადუსიან კუთხეზე. ანუ კუთხე AMB, ეს უკვე ძირითადად კუთხეებზე ტრიგონომეტრიული ფუნქციები უნდა იცოდეთ თქვენ. იქნებოდა 45 გრადუსის ტოლი. ну, საკმაოდ სასამართლო ამოცანა, საკმაოდ სერიოზული და მაგრამ მაინც ტრენდული რა ერთგვარად და იმედია დაგამახსოვდებათ. კარგი, 54-ე ვნახოთ ახლა. მართკუთხა ტრაპეციის D, კაი, მოდი დავხატოთ ჩვენ მართკუთხა ტრაპეცია. მოდი აგერ ასე ავიღოთ. დავწეროთ ასოებით, იმიტომ მათ არა აქვთ მოცემული ჩვენ ჭკუაზე, დავწეროთ რაიმე, ესე იგი A, B, D. და ეს იყოს სწორედ ტრაპეციის მართი ფერდი. ტრაპეციის D სიგრძის დიაგონალი ფერდის მართობულია. ახლა მეგობრებო, რომელი დიაგონალი იქნებოდა ფერდის მართობული, ხო? BD დიაგონალი ფიზიკურად ვერ იქნებოდა ხა ფერდის მართობული და ну ანუ ის მართი კუთხე ბლაგვი კუთხის ნაწილი უნდა იყოს. ახლა ასე რომ გაგევლოთ, მართი კუთხე ვერ იქნებოდა მართი კუთხის ნაწილი და მithumetes მახვილი კუთხის ნაწილი. ანუ აქ A და C წეროების შემაერთებულ დიაგონალზეა საუბარი. ახლა ეგ ჩემ ხაზებთან მართკუთხეს არ გავს, მაგრამ ჩავთავოთ. ეს არის მართი კუთხე. კარგი, ფერდის მართობულია და კიდევ რა ვიცი, ტრაპეციის მახვილი კუთხე ალფა სტოლია. ნუ ერთადერთი მახვილი კუთხე აქ ახლა ტრაპეციას ეს და ეს D სტოლია. კაი, D, ნუ D ვიცით არის 45 და მოგაცრავად სინუს ალფა არის 4/9. უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის მცირე ფუძე. ну, ანუ პრეცეს ვთხოვენ, მეგობრებო, ახლა ესე. ან შეგვიძლია გავაკეთოთ, მოდი ავნიშნოთ, მოდი x-ით ავნიშნოთ პრინციპში ეგ. რადგან ასე გვეკითხებიან. ну, ახლა აქ ერთგვარად მგონია ძალიან ინტუიციურად, რომ აი თუ დაუშვებდით აქ სიმაღლეს, ეგ მნიშვნელოვანი მომენტი იქნებოდა, ჯერ ერთი რომ მოდი ამას დავაწეროთ რაიმე K, A, B, C, K მართკუთხედი იქნებოდა და აქ ეს X იქნებოდა. შესაბამისად ახლა თუ ვთქვათ მთელ ჰიპოტენუზას დიდ ფუძეს B-ს დავარქმევთ ეს B-X იქნებოდა. თან ჩვენ ახლა ვიცით რომ ეს 45 სტოლია, აი აქ
ნახეთ მეგობრებო, რომ დავაკვირდეთ ACD მართკუთხა სამკუთხედს, აი რა გამოდის, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს რომ დავაკვირდეთ, ეს 45-ია. ეს გრადუსი რატო დავწერია? 45-ია. ამ კუთხეზე თქვენ ინფორმირებდი ხართ. მაგრამ დააკვირდით, გაიხსენეთ წელიწოდნა რა ვისწავლეთ ჩვენ. თუ თქვენ იცით ამ კუთხის სინუსი, ფაქტობრივად გცოდნიათ აი ამ კუთხის კოსინუსი, ხო? აი ამ კუთხის კოსინუსი. მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა რა, რომ მახვილი კუთხის ერთი მახვილი კუთხის სინუსი მეორე მახვილი კუთხის კოსინუსის ტოლია ეგ მარტივად ჩანს შესაბამისი კუთხების სინუსის და კოსინუსის გამოსახვით. და ნახეთ, ეს თუ x-ია, მე რომ გამოვსახო ახლა კოსინუს კუთხე 100, ეგ ხო იქნება მიმდებარე კათეთი x-ი შეფარდებული 45-თან. და შესაბამისად კოსინუს ამ კუთხის თუ იგივეა რაც აგერა მიცემულია სინუსი მეზობელი მეორე მახვილი კუთხის, მაშინ შევიტანდი 99-ს აქ. და ეს იქნებოდა x-ი შეფარდებული 45-თან და შესაბამისად 45-ი გადავიდოდა გამრავლებით და გამოვიდოდა 20. აი თუ დაგვიდით ახლა რაც უფრო ყურადღებით ეკიდებით თავად დამოკიდებულებებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფი რეაგირების რაღაც ისეთ მეთოდებს იძენთ რა პრობლემების გადასაწყვეტად. ახლა არ ჩავეძიებია ამოცანა სხვა გზებით, იმიტომ რომ ვიღნაირად შეიძლება წამოყვია აქ სინუსი აი იგივე ამ სამკუთხედში გამოგესახა კოსინუსად, ანუ ეს გვერდი გეპოვა ჯერ მაგრამ პრინციპში ამ გვერდს როგორი პოვიდა ყველა ვარიანტში დიდი სამკუთხედი და შეგეძლო ხო ჰიპოტენუზა გეპოვა მერე ჰიპოტენუზის დახმარებით და ამ 45-ის დახმარებით CD-ს იპოვიდით, ამ CD-ს დახმარებით და მერე სიმაღლეს დათვლით, სიმაღლეს დახმარებით მე რაღაცნაირად X-საც იპოვიდით. მაგრამ მგონია ეგ საკმაოდ მარტივად ამოხსენით. 55 ამოცანა ესე იგი ნახაზზე მოცემულია ტოლგვერდა სამკუთხედი და EDFC კვადრატი. ნუ ტოლგვერდა სამკუთხედში როგორღაც არის ჩადგმული კვადრატი. კარგი ბატონო. მოდი დავაკვირდეთ აბა რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ავიღოთ ცოტა დიდი ნახაზი, ასე ეს ტოლგვერდ სამკუთხედს რომ გავდეს. და რომ ჩავდგათ ახლა აქ კვადრატია რა. როგორი ვარ ეს პრინციპში წერას უნდა ვთანავდებოთ ეს ხო არა ქავი კვადრატს არის. ხოდი ცოტა ზემოთ ავწიოთ. რაც ის გავსა ჩავთავოთ კვადრატია. ასე და თუ ასეები გადმოწეროთ ახლა დავაწეროთ A B C და E D F C კვადრატია ჩახაზული. აი ნუ მაინც მოვნიშნოთ ახლა რომ ეს 4-ხაზიანია და ესეც 4-ხაზიანია. ეს მართი კუთხე რომ არის აქ. ნუ ეგ 60 გრადუსიანი კუთხეა გვახსოვდეს. და FC ვიცით არის 3-ის ტოლი. აჰა. ანუ კვადრატის გვერდი გვცოდნია ჩვენ. ძალიან კარგი. ნუ შეგიძლიათ ახლა რაღაცა ისეთი ოჯახი ხამიანის პრინციპით უცებ თუ თქვენ იცით რომ 60 გრადუსი ამ მართკუთხა სამკუთხედია ეგ 60 გრადუსია, ცხადია 30 გრადუსი იქნებოდა 60 გრადუსია ეს მოპირდაპირე კათეთი თუ იცით, მაშინ 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირე კათეთი ხო გცოდნიათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ის ფესვის 3 ჯერ ნაკლებია 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედზე. მაშინ ეგ პირდაპირ ფესვის 3 იქნებოდა, ხო? აბა არ გამოგჩეთ ახლა დააკვირდეთ ეგ საიდან მივიღეთ რო ფესვის 3. კიდე რა შეგვიძლია ვთქვა, პრინციპში AD მონაკვეთის უკვე გვეცოდება 2 ფესვის 3 იქნებოდა, ხო? 30 გრადუსიანი მოპირდაპირე კუთხის 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეთი ჰიპოტენუზის ნახევარია. ხო, ეგ შეგვეძლო დაგვენახა
პრინციპში მეტი კიდევ რა შეიძლება აქ დავინახოთ ახლა. ანალოგიური რაღაც ზუსტად აქეთაც აი თქვა ამ სამკუთხედში ახლა გამოგვადგება არ გამოგვადგება რაღაცნაირად ჩანს და ცხადია ეს ზედა სამკუთხედი ტოლგვერდა ხო ეს პატარა სამკუთხედი ეს თუ ჩვენ დიდი სამკუთხედის გვერდს ავნიშნავთ x-ით, ნუ ეს იქნებოდა x გამოკლებული 2 ფესვი 3 მაგალითად ასე შეგვიძლია იქ ჩავწეროთ ეს ერთად x-ია. ეს რაში შეიძლება გამოგვადგეს? და გამოდის რომ ეს ხო 3-ია. უი დაგვიმთავრებია ამოხსნა, ხედავ? გამოგვიხსნი ამოცანი. ეს ხო ვიპოვეთ ფესვის 3-ია და აქეთა ნაწილი ხო 3-ია. და გამოვიდა უკვე. აი ასეთი უცებ რაც დავინახეთ, იმის დაფიქსირებით გავედით ბოლომდე. ფესვის 3 + 3 გამოსულა ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდი. ალბათ შეამჩნიეთ ეს ამოცანა არ აქვს მანამდე გაკეთებული. რაც მქონდა ნაფიქრი, იმისლად კარგი არ იყოს ახლა ჩანაწერამდე ხის ალბათ გარკვეული მონახაზი შევხვდათ იო გაკვეთილის დაწყებამდე. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე რომ კარგიცა თქვენი თანდასწრებით ნახოთ მთელი პროცესი როგორ წარიმართება. ალბათ ეს უფრო საინტერესო კიდევ უფრო რთულ ამოცანებშია. 56-ე ვნახოთ ხონდი აბა თემა. უბეც მართკუთხა სამკუთხედში AL ბისექტრისაა 6 სანტიმეტრი. და კუთხეა ყოფილა 60 გრადუსი. კარგი, მოდი, ავიღოთ მაშინ ფაზი ასე. ახლა ჩვენი ნახაზით პრინციპში ეს გამოვა უფრო დიდი კუთხე, ხო? აი ეს ქვედა და ამას დავარქვათ ახლა ესაა მართი კუთხე, აი ეს იყოს ABC მართკუთხა სამკუთხედს კი ამბობს ახლა და AL ბისექტრისა, მაგრამ არ აკონკრეტებს ჰიპოტენუზა რა უნდა იყოს და მოდი ჩვენი თქმით რაღაცა ჩვენი ხედვით აი B იყოს ჰიპოტენუზა 60 გრადუსია და AL ბისექტრისაა და ანუ აწვერო და გავავლოთ ჩვენ ბისექტრისა ასე ეს ასე შუაში გავყოთ რა თქმა უნდა ეს 30 გრადუსიანი და 30 გრადუსიანია დავაწეროთ ელი და ეს AL ბისექტრისა არის 6 სტოლი. იპოვეთ სამკუთხედის უდიდესი კათეტი. არის ასა უდიდესი კათეტი ხო? ნუ ამას კითხებია. ნუ მე რა მგონია საერთოდ ბისექტრის ხსენებისას სწორი იმას გეტყვით რომ და პრინციპში უკვე პატარა შესავალი ხო გაგიკეთეთ რა თვისებები უნდა გამოიყენოთ აღნიშნულ თავზე მუშაობისას და ხო ახლა ტესტებზე მუშაობას რომ დაიწყებ ანუ განებოთ თავი ამ გამოსთავს ზოგადად მათემატიკური პრობლემები გექნებათ გადასაწყვეტი შეიძლება რაიმე ინჟინერული არქიტექტურული ბისექტრისა იყოს მნიშვნელოვანი რა უნდა გაგახსენდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა არის აქ ბისექტრისის თვისებები ეგრევე უნდა წამოთვლიოთ თავში და პირველი თვისება რომელიც უნდა გაკეთდეს ჩვენს გონებაში ეგ არის რომ ბისექტრისა თქვათ ეს ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდს ყოფს მიმდებარე გვერდების პროპორციულად რა ანუ m ისე შეეფარდება n-ს როგორც a შეეფარდება b-ს ეგ არის უნიშნულოვანესი უმთავრესი ამიტომ პირველ რიგში მე აუცილებლად ეს მომივიდო და გონებაში და მეორე უფრო ფუნდამენტური რა ესეც აბა ფუნდამენტური უფრო ძველი თვისება რომელიც დასწავლი გვაქვს რომ ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი, ჩვენ რო გავავლენთ ბისექტრისას თანაბრადაა დაშვებული, ანუ აქედან რომ სიმაღლე გამევლო კუთხის ერთ გვერდზე, აქედან რომ მეორე სიმაღლე, აი ესენი რომ ერთმანეთის ტოლია. ანუ კუთხის გვერდები და ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი ერთი და იმავე მანძილით რომ არის დაშორებული. გვერი ამას მოყვება უკვე კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება რომ ბისექტრისაზე ძევს ბისექტრისების გადაკვეთის წერტილზე მოცეულ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი. თუ n კუთხედში ზოგადად ჩაიხაზება წრეწირის აუცილებლად ბისექტრისების გადაკვეთის წერტილზე იქნება.
ну, მსგავსი რაღაცები უნდა გაგახსენდეთ და რა თქმა უნდა, არ კიდე პატარა ძმებთან რაღაცები კონკრეტულ სიტუაციებში, იგივე ბისექტრის სიგრძის დასათვლელი ფორმული. ახლა ჩვენ შემთხვევაში აქ მოდი გავყვეთ ახლა ეს 30 გრადუსი მაინც ისეთი მომენტია, რომ მნიშვნელოვანი საკითხია და შეიძლება მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა თან მართკუთხა სამკუთხედი და არ დაგჭირდეს ახლა მსგავსი ჩარევი. აი განსხედავთ ამ მართკუთხა სამკუთხედში მეგობრებო 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტი ანუ LB ჰიპოტენუზის ანუ 6-ის ნახევარი იქნებოდა 6-3 იქნებოდა. ახლა დააკვირდით ზედა სამკუთხედს CLA-ს ეს 30 გრადუსიანია ხო და ტოლფერდა არ გამოვიდა. შესაბამისად ეს თუ 6-ია, ესეც 6 იქნება. ხორჩა დავთავთ. რასაც მეკითხებოდნენ, ის გამოდის 9. არ დაგჭირდა ეს თვისებები ახლა, იმიტომ რომ ყოველ თქვა რაღაც სასათბურე პირობებში მოგვაქცია პირობამ რა. 57 ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედში 10 კათეტისადმი გავლებული მედიანა და 3 ფესვი 7-ის ტოლია და კუთხე AC მცოდნია არის 30 გრადუსი. კი ბატონო, მოვიყენოთ ახლა ეგ ინფორმაცია. ეს არის 30 გრადუსი. და AC კათეტის ანუ C იქნება მარტი კუთხის წვერო. AC კათეტისადმი გავლებული მედიანა. ანუ გავავლოთ ახლა მედიანა. ეს იქნება შუა წერტილი, ხო? AC კათეტზე, ну დავარქვათ აი ეს რა წერტილი. ну აკა მედიანა რო არის, აი ასე გამოსახოთ, ეს შუაზე გაიყო. და ეს ვიცით არის 3 ფესვი 7. აი ეს მედიანა, AC კათეტისადმი გავლებული მედიანა. იპოვეთ AB ჰიპოტენუს. კარგი ბატონო, გასაგებია. რასაც ითხოვენ. ну AB უნდა დავთვალოთ და შეგვიძლია პრინციპში ასე გავყვეთ, ახლა აი AB-ს თუ აღნიშნავდით X-ით, მაშინ 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტი ხო იქნებოდა 1/2 X-ი, ხო? და ეს ხო იქნებოდა მთლიანად AC ფესვის 3-ჯერ დიდი ამაზე ხო ვისაუბრეთ. ანუ ფესვის 3/2 X იქნებოდა მთლიანად. და მაშინ ეს პატარა ნაწილები ხო იქნებოდა ფესვის 3/4 X და აქაც ფესვის 3/4 X. ვაუ, რა გამოვიდა? აგერ მივიღე პატარა მართკუთხა სამკუთხედი, სადაც მე პითაგორის თეორემის დაწერა შემიძლია. ფესვის 3/4 X-ის კვადრატს დამატებული 1/2 X-ის კვადრატი, ეგ არის 3 ფესვის 7-ის კვადრატი. ეგ არის 3/16 X კვადრატი პლუს 1/4 X კვადრატი და ეს არის 3 9/7 63, ხო? 9 და ფესვის 7-ის კვადრატი 7 იქნება. თუ გავერთმშველიანებთ ახლა აქ 16-ია საერთო მნიშვნელი, 16 გავავალთ 3, 1 და გავალო 3-ზე, აქ იქნებოდა 4, 16 გაყოფილი 4-ზე და 1 გავალო 4. და ეს ხო 7-ია, 7 შეიკვეცებოდა 63-თან ახერხებოდა 9 და x კვადრატი არის 9/16, ეგ ნუ ამოიფესება და გამოდის 4-ჯერ 3-ჯერ 4, ანუ 12. ახლა ნუ გამოიხსნა მორჩა ესაა პასუხი. ახლა წინა ამოცანაში მე თქვი რომ აი ბისექტრისას როგორც ახსენებენ, რა უნდა გაგახსენდეს ცოტა ხო მედიანა რა დააშავა, ხო? მედიანას წარმაგარჩისებები აქვს ახლა და მით უმეტეს აი მისი სიგრძის იდეა როცა გაკრთება, მაშინ მედიანის სიგრძის დასათვლელი ფორმულა შეიძლება გაგახსენდეთ, მაგრამ აი ხო არ მოგატყუოთ ახლა იმედად არ მიყვარს ეს ფორმულა, ხო? სულ ბოლო მომენტამდე შევეცდები არ გამოვიყენო რა. და ძალიან ლამაზი ამოხსნა მოვიფიქრეთ, ახლა კარგი ამოხსნა იყო ვფიქრობ.
თან იდეაში აქ ტრიგონომეტრიაც საქმეში ხო ვიყენებთ ახლა ეგ რომ დიდი კათედი ფესვი სამჯერ დიდია მცირე კათედზე და ახლა პითაგორიდანაც გამომდინარეობს, მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ტრიგონომეტრიის ტრიული დამოკიდებულების შედეგიცაა. კარგი. 58 ამოცანას დავაკვირდეთ ახლა. რას ითხოვს? ამბეცი სამკუთხედში C-კუთხე მართია, C-ში სიმაღლე, ანუ აქ არაფერი რაღაც ის 30 გრადუსი და ასეთი ინფორმაცია არ არის და მოდი ახლა უბრალოდ ავაგოთ რაიმე მართკუთხა სამკუთხედი და თან რადგანაც ჰიპოტეზა ნახეთ C-კუთხე მართი ყავს სამკუთხედში და C-ში სიმაღლეაო და მოდი ასე დავაწვენ ახლა როცა ჰიპოტენუზაზეა დაშვებული სიმაღლე მირჩევნია ნახაზი მსგავსად უყურო. ნუ მართი კუთხის წერო და სიმაღლე იყო გავლებული და გავამბობთ. ასე, ეს არის C, A, B, C, C-ში. და ვიცით ჩვენ რომ ტანგენს აი კუთხე ამისი არის 1/5. იპოვეთ A-შიო. კაი, მოდი A-ში x-ი დავაწეროთ. ხო, თუ AC კათედი 5/26 მეორე ხო? ეს გასატეხი რიცხვი ეს გვერდი. ასეთი ამბავი. აღარ გიბატონ. იპოვეთ A-ში. ხო, მეტი ვიცით რამე. ანუ C იყო მართი კუთხე, ასე. C-ში იყო ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლე. აი ამ კუთხის ტანგენსი ვიცით. კი ბატონო. და იპოვეთ A-ში. ხო, ნუ ახლა რა თქმა უნდა AC A-ში სამკუთხედიდან იქნება ახლა გასკვნები გამოსატანი. მაგრამ აი რომ ვიცოდე A კუთხის კოსინუსი გაცილებით კომფორტული იქნებოდა, ხო? ნუ მიმდებარე კათედრის ჰიპოტენუზასთან შეფარდებას გამოვიყენებდი. მაგრამ ვიცით ტანგენსი, თუმცა შეგვიძლია კოსინუსი ვიპოვოთ ამ კუთხის, ხო? გამოვიყენოთ ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობა 1 + ტანგენს კვადრატ ალფა რომლის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას. ანუ გამოდის რომ 1 + აი 1/5 კვადრატი ტოლი იქნება 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ კუთხე ასე, ხო? ნუ ეს არის 1/25, გაერთმშველიანდება, იქნება 26/25 და კოსინუსი ხო უნდა ამოვატრიალოთ ახლა ჩვენ, ეს ამოტრიალდება აქედან იქნებოდა კოსინუს კვადრატ კუთხე 100 25/26 და თუ ამოვფესვავთ, ნუ აქ ორი მნიშვნელობა შეიძლება მივიღოთ 5 შეფარდებული ფესვი 26-თან მინუს ნიში პლუს ნიში, მაგრამ არ დაგვაქვს მართკუთხა სამკუთხედში ვართ და ბლაგვი კუთხე აქ ვერ იქნებოდა, ანუ მახვილი კუთხის კოსინუსი კი დადებითია და ახლა ამ სამკუთხედში დაწერდით კოსინუს კუთხე 100 რას წარმოადგენს, ესა x-ი შეფარდებული 5 ფესვი 26 მეორედი და შევიტანოთ ახლა აქ კოსინუს 100 მნიშვნელობა 5 შეფარდებული ფესვი 26-თან ტოლი რო არის, ეს გადავიტანოთ გამრავლებით, ანუ გამრავლებული 5 ფესვი 26 მეორეზე და ფესვები იკვეცება და პასუხი იქნებოდა x-ი 25 მეორედი, ანუ იგივე 12.5. ხო, ასე საკმაოდ სადად ნორმალურად ამოხსენით მეგობრებო. 59 ამოცანა. კარგი. რა ხდება 59-ში? ახლა შეიძლება ამ ნახაზზე მუშაობაც ამოდი გამოვიტანოთ. დავხატოთ მაინც თან მეცნობა ეს ამოცანა. და მოდი მაინც დიდ ნახაზზე რომ უკეთ წარმოვიდგინოთ. ანუ რა მოხდა? ჩვენ გვაქვს 60 გრადუსიანი კუთხე, ხო, 60 გრადუსიანი კუთხის შიგნით A კუთხე არის 60 გრადუსიანი და A წერტილი ისია აღებულიო რაღაც A წერტილი. რომ მანძილი A წერტილიდან კუთხის გვერდაბამი არის 3 და 4 ტოლი. ანუ
აქედან მანძილი ოქროები ასე და აქედან მანძილი კვირტებოდი მცოდნია. მაგრამ უცებ ახლა შეიძლება მოგვიჩვენოს რომ ტოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, ეს არის 3 და ეს არის 4. იპოვეთ კა. ყველა ვარიანტი შესაძლებელი ყოფილა. კაი ბატონო. სხვა ვიცით რა, 3 გრადუსი კუთხის შიგნით აღებულია კაწერტილი ისე რომ მანძილი კაწერტილიდან კუთხის გვერდებამდე 3 და 4 ტოლია, იპოვეთ კა. მოდი ასე წავშალოთ და გვაქვს რომ 60 გრადუსია და ეს კა გავავლოთ, რასაც გვეკითხებიან. აი ასე. ახლა ჩვენ ბისექტრის შანსი არ იქნება, იმიტომ რომ მაშინ კაწეტილი თანაბრად უნდა ყოფილიყო დაშორებული გვერდებიდან და იდეაში ჯამში არის 60 გრადუსი. ახლა ალბათ ეს 60 გრადუსი რაღაც საქმეში ეს ალფა რო იყოს თქვა და ეს 60 მინუს ალფა. იყოს ასე ჩავაწეროთ რა. არის x. ერთი ახლა რაც მომდის ფიქრად ეს არის რომ ასნაირად დავუკავშიროთ ახლა ჩვენ აი მაგალითად ჰიპოტენუზა და მოპირდაპირე კათედრია და არ ვიცი ახლა, მაგრამ აი ოჯახი რამე ასპეცი უცებ რა შეიძლება დავწერო, აი რა მაფიქრდება თქვათ ის რომ გაც სინუს ალფა ეგ არის ამ კუთხის სინუსი რომ დავწეროთ მოპირდაპირე კათედრის 3 შეფარდებული x-თან. ეგ ზედა სამკუთხედიდან, ხო? ესე პირველი სამკუთხედიდან ეგ გამოდის. მეორე სამკუთხედიდან გამოდის რომ სინუს 60 მინუს ალფა ნახეთ, ეს 4 შეფარდებული x-თანაა და შეხედეთ მეგობრებო, არ ვიცი ახლა ეს რამდენად მოსახერხებელი და კომფორტული იქნება, მაგრამ ეს რო გავშალოთ ახლა ჩვენ, ეს ხო არის სინუს 60 მინუს ალფა, სინუს 60 კოსინუს ალფას მინუს სინუს ალფა კოსინუს 60. ეგ არის 4 შეფარდებული x-ის ტოლი და მუღამ ისე რომ არის რომ სინუს 60 ვიცი ჩვენ რაც ახვესა ფესვის 3 მეორედი. კოსინუს ალფა ვიცით. ეს არ ვიცით, მინუს სინუს ალფაც პრინციპში წარმოდგენილია 3 შეფარდებული x-თან. და კოსინუს 60 გრადუსიც არის 1 მეორედი. ესეთი ამბავი. так. პრინციპში შეგვიძლია ჩვენ აქედან კოსინუს ალფას გამოსახვა, ხო? თლად ახლა ლამაზი არ იქნება, მაგრამ აბა ნახოთ რამდენად რთულდება ამოხსნის პროცესი, ანუ კოსინუს ალფა ხო იქნება პლუს მინუს აღარ დავწერ, იმიტომ რომ მახვილი კუთხეებისაა, ხო? პირველი სამკუთხედიც ხო მართი კუთხაა და შესაბამისად ალფა მახვილი კუთხეა და გამორიცხულია რომ ბლაგუ იყოს, ანუ კოსინუსი მასე უარყოფით იყოს. ასე დავწერ. ეს გამოკლებული 3 შეფარდებული x-ის კვადრატი. ეს იქნებოდა 9x კვადრატები და ასე გამოდის პრინციპში x კვადრატს გამოკლებული 9 შეფარდებული x კვადრატი. ანუ თუ ამოფესავთ ფესვი x კვადრატს მინუს 9 შეფარდებული x-თან. ეგ შეგვიძლია ჩავწეროთ აქ კითხვის ნიშნის მაგივრად, აი აქ. და პრინციპში გამოგვივიდა კვადრატული განტოლება აი ასეთი. და თუ ნახეთ რა გამოდის აქ ესა ფესვი 3-ჯერ ფესვი x კვადრატს მინუს 9 მარტივი გამოდის, არ გამოდის რთული მინუს 3 შეფარდებული 2x-თან და 4 შეფარდებული x-თან თუ ყველაფერს გავამრავლებთ 2x-ზე, აი 2x-ზე გავამრავლებთ ტოლობის ორივე მხარე, ის აქ 2x-ი შემოგვეცებოდა. ზემოთ იქნებოდა ფესვი 3-ჯერ x კვადრატს მინუს 9 მინუს ეს 2x-ი გამოვდებოდა იქნებოდა 3 და ეს 2x-ი გამოვდებოდა და იქნებოდა 8. მოდის რომ ფესვი 3-ჯერ x კვადრატს მინუს 9 არის 11-ის ტოლი
კვადრატში აიყვან ტოლობის ორი მხარეს აქნება 3-ჯერ ფესვი x კვადრატს მინუს 9 121 მეგობრებო და ой, значит, ხო ავიყვანე იქ. აქ ეს ფესვი აღარ მექნება. აქ იქნებოდა ასე. რა გამოდის x კვადრატს მინუს 9 გამოდის 121 x კვადრატი გამოდის ეს 9 გადმოვა 21 დაემატება 27 148 მესამედი. მოვას თუ ამოფესვავ 148 არის 4-ზე იყოფა 4-ს რო გავყოთ 3 28 7 ანუ 4-ჯერ 37 ამოიფესვება და 2 ფესვი 37 შეფარდებული ფესვის 3-თან. ეს მივიღეთ x. აბა შევამოწმოთ. კი. სწორი. ასე ყოფილა. გამიგეთ ბოლომდე მეგობრებო. საკმაოდ ისეთი ახლა ნაკლებად სტანდარტული მიდგომა გამოვიყენეთ, მაგრამ აი რაღაცაა წავყევით და მიკარნახა არ დავნებდით და გავიყვანეთ ბოლომდე. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა ახლა ამის გაკეთება? ვთქვათ, ამოცანა არ მოხსნილია. მაგრამ რა შეიძლებოდა კიდევ გაგვეკეთებინა? ну, აქ რადგანაც გასავლებია, ახლა აქ სხვას ვერაფერს ვერ, ანუ 60 გრადუსიანი კუთხე რომ იყოს თქვა და, მაგრამ აქ გასავლელი უნდა გაგვევლო აქ. თუ ახლა ამაზე წრეწირი შემოიხაზება და შესაბამისად საინტერესო სიტუაცია უბრალოდ ჯერ ეს ჩვენ არ გვაქვს ნასწავლი, მოპირდაპირე კუთხეების ჭამი თუ 180 გრადუსი წრეწირი შემოიხაზება და შეიძლება ამან საინტერესო ისეთი შემოგთავაზოს ეს დიამეტრი იქნებოდა და არ შეიძლება რაღაც საინტერესო ყოფილიყო ეს ჩახაზული კუთხე თუა 60 გრადუსიანი შესაბამისად 60 გრადუსიანი კუთხე თუ ჩახაზულია დიამეტრის 120 გრადუსიან კავს ჭიმავს და შესაბამისად შეიძლება რადიუსიდან გამომდინარე გვეშელა აი ეს გვერდი თქვათ კი გამოდის გონი ასე რა სიტყვით ეს არა 64-ს როგორ გამოიყენებთ აი არ მინდა ეს მე ვიფიქროთ გას რაღაცებზე აი იყოს ასე ეს ამოცანა გონია რომ კარგი გამოცდილებაა საინტერესოდ გამოვიდა ალბათ იქნებოდა კიდევ სხვა მომენტების გამოყენების საშუალებაც მაგრამ ხოდი იყოს ეს და როცა თქვენ ამოცანას გააკეთებთ, გაიმეორებთ, ასეთ საინტერესო მიდგომასაც გაიხსენებთ, რაც ხშირად არ შეგვხვდება ხოლმე გეომეტრიაში მუშაობის დროს ახლა და გეომეტრიას მუშაობის დროს ასე რომ სინუსის გაშლით გამოვიდეს, თუმცა არც ისე იშვიათია. მოდით 60 ამოცანაც ვნახოთ. სამკუთხედის ორი მცირე გვერდის სიგრძე არის 6 და 9. განსაზღვრებში შეიძლება იცვლებოდეს მესამე გვერდი თუ სამკუთხედი ბლაკკუთხაა. კარგი, ну, გვაქვს ასეთი სიტუაცია. ვიცით რომ მცირე გვერდები არის 6 და 9 და გვეკითხებიან იმ მესამე გვერდი რა ინტერვალში შეიძლება მოექცეს, თუ ვიცით რომ ბლაკკუთხაა, ხო, ეს ბლაგვია ეს. ბლაგვი. ახლა აქ რა უნდა გაგვახსენდეს? რა თქმა უნდა, ჯერ გვახსენდება უტოლობა, ხო? სამკუთხედის, ეს არის x-ი ყოველთვის მეტია. ну, ადაპტირებული ვერსია უტოლობის ალტერნატიული. კი, სამკუთხედის უტოლობა ჟღერს ასე, რომ ნებისმიერი ორი გვერდის ჭამი მეტია მესამეზე, მაგრამ ჩვენ როგორ დავხვეწეთ ეგ დავხვეწეთ რა, ჩვენ უფრო პრაქტიკული გამოყენება მივეცით, როდესაც გვერდი მეტია დანარჩენი ორი გვერდის სხვაობაზე და ნაკლებია მაცავე ჯამზე. და აქ იქნებოდა x-ი აუცილებლად მერყეობს 3-დან 15-მდე. მაგრამ აქ შედის ის სიტუაცია, როდესაც ეს შეიძლება მახვილიც იყოს, ბლაგვიც იყოს და ასე შემდეგ. და ბლაგბობა რაში გვესმარება რა არის აქ მთავარი დასკვნა და თუ ბლაგკუთხა
მაშინ ხო თქვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სამკუთხედის გვერდებზე, აი ჩვენ პრინციპში A კატეგორიაში, A კატეგორიის ამოცანებში ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ამოდი პირდაპირ ფაქტად ვთქვათ ახლა, რომ ბლანკუთხა სამკუთხედში პატარა გვერდების კვადრატების ჯამი ნაკლებია დიდი გვერდის კვადრატზე. ანუ გამოვიდოდა, რომ x კვადრატი მეტი უნდა ყოფილიყო დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამზე. ეგ რა გამოდის, x კვადრატი მეტია 36-ს დამატებული 91 127 გამოდის, ხო? დაცადე 36 დამატებული 91. ანუ 117 გამოდის. 100. და ნუ ახლა x კვადრატი თუ 117-ია, ნუ მარტივად 117-ზე მეტია, ესე იგი x-ი მეტი უნდა იყოს ფესვი 117-ზე, ხო? ანუ ფაქტობრივად რა გამოგვივიდა ახლა ორი უტოლობა გვაქვს. და პირველი მეუბნება, აი რიცხვი ღერძი რომ ავიღო, რომ 3-დან 15-მდე ვერყეობო, აი ასე. და მეორე მეუბნება, რომ ფესვი 117-ზე მეტი ვარ უნდა. ახლა ფესვი 117 3-ზე მეტია და 15 აქაა, ხო, სადღაც აქაა. ფესვი 117 ეს 121-დან ფესვი 11-ია და 117 იქვია, ხო, სადღაც. ნუ 15-ზე ნაკლები. და მასე მეტი თუ არის, ასე იქნება. და გადაფარვებით რა გამოდის? ესეთი რაღაც. ანუ ფაქტობრივად x-ი გამოგვივიდა ჩვენ ფესვი 117-დან 15-მდე. აი თუ ვიცით კიდევ სხვა რამ, რაც აი საკმარისი იქნებოდა 6-ის და 9-ის შემთხვევაში. ნუ მეგობრებო, აქ ერთადერთი შეგიძლიათ დაწეროთ არის კოსინუსების თეორემა, მაგრამ კოსინუსების თეორემის შედეგია ზუსტად აი ეს ფაქტი, რაც აქ თქვით. ანუ ქვედა ზღვარი მისი დახმარებით გავაკეთეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ დავწეროთ და დავაკვირდეთ, რომ მეტი აქ ვერაფერიც ვერ გამოვა. თუ ამას რომ დავარქვათ ალფა კუთხე აქ იქნებოდა 2-ჯერ კოსინუს ალფა და ეს კოსინუს ალფა რადგანაც უარყოფითი, ანუ გამოდის, რომ 6-ის კვადრატს დამატებული 9-ის კვადრატი ემატება, აი რამდენია 12-ჯერ 9 108-ჯერ კოსინუს ალფა, მაგრამ ახლა ბლაგვი კუთხის კოსინუსი, ხო, საიდან სანამდე შეიძლება მერყეობდეს ოქროი. ყველაფერი შეიძლება იყოს, აი კოსინუსი 90-ზე 0-ია, -1-ია და აი მაქსიმუმ შეიძლება მოდიოდეს -1-მდე. ანუ იდეაში კოსინუს ალფა, ეს 180 გრადუსი ხო ვერ იქნება ახლა კუთხე. ნუ სადღაც -0.00 რაღაცა 0.999 რაღაცა იყოს და მაგრამ ეგ იქნებოდა ზედაჭერი, აი 15-მდე, აი 15-ზე მაინც ვერ გადაცდებოდა ხო x-ი. და ქვედა ჭერი რა არის, ქვედა ფსკერია, ასე ვთქვათ. თუ 90 გრადუსთან ძალიან ახლოს, ანუ თითქმის მიახლოებით 0-ის ტოლია. ანუ 6-ის კვადრატს + 9-ის კვადრატს ემატება ძალიან პატარა რიცხვი. ანუ თითქმის ფესვი 17 გამოვა ხო x-ი. და მაგიც გვიწერია აქ. ანუ მეტი ეს კოსინუსების თეორემით ნაკარნახევი მომენტი, გვერდებთან დამოკიდებულებით და ერთი ძველი სამკუთხედის უტოლობით ნაკარნახევი. მეტი თქვენ გვერდის შეფასების კრიტერიუმი არ გექნებათ, არ აგებთ. იგი, მოდი, გავჩერდეთ აქ და მომდევნო ვიდეოში დავბრუნდებით 71 ნომრიდან. აბადმებით.